დიდი ორშაბათით იწყება და ყოველ დღე 4 შაბათის ჩათვლით ტარდება პირველ შეწირულის ლიტურგია. ეს არ არის სრული ლიტურგია, ისევე როგორც შეიძლება ტარდებოდეს ეს შაბათს ან კვირას. ეს არის შენახული ზიარება, ანუ კვირის წირვაზე შევინახეთ ჩვენ ზიარება, რომ შუაკვირაში სრული ლიტურგია არ დავაყენოთ, რადგანაც სრული ლიტურგია ზეიმია და ჩვენ ამ დღეებში არ ვზეიმობთ. და შეიძლება სამშაბათ დღეს ასევე მათესახარება ეკითხება, მე თუ არ ვცდები, ეს არის 26-ე თავი. ასევე ვრცელია ეს სახარება, იქ ძალიან ბევრი იგავიც იკითხება და ძალიან ბევრი წინასწარმეტყველებაც იკითხება, მათ შორის მკვდრეთით აღდგომის შესახებ, მათ შორის საბოლოო განჯის შესახებ. თუმცა კი ამ დღეს მაინც უწოდებენ იგავს 10 ქალწულის შესახებ. 4 შაბათი გახლავთ დღე, როდესაც ფათაშორის საზოგადოებიდან ბევრმა არ იცის, უკითხავთ ეს და ამიტომ გავიმეორებ ჩვენი გადაცემის საშუალებით, რომ 4 შაბათს და პარასკევს ჩვენ მთელი წლის განმავლობაში ვმარხულობთ და ვმარხულობთ ერთი მიზეზის გამო. 4 შაბათი არის, როდესაც იუდამ გასცა იესო ქრისტე და პარასკევი არის, როდესაც ის ჯვარს აცვის. დგება 5 შაბათი გახლავთ ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი დღე, როდესაც ზიარების ევქარისტიის საიდუმლოს აღვასრულებთ ჩვენ წელიწადის განმავლობაში. ეს დღე გახლავთ, როდესაც დაწესდა სწორედ ამ საიდუმლოების დღე და მაცხოვარი ამბობს, რომ მომიმზადეთ მე პასექი. შემდგომ მოხდება ის, რაც მაცხოვარმა აღასრულა, რომ პური აიღო, გატეხა და თქვა, რომ ესე არის ხორცი ჩემი, თქვენთვის განტეხილი, მისატევებელად სოდვათა და ესე არის სისხლი ჩემი, თქვენთვის და მრავალთათვის დათხეული, მისატევებელად სოდვათა. აი ეს გახლავთ ზიარების საიდუმლოების დაწესება, ის ყველა მოციქულს, მათ შორის იუდასაც კი ამ ყოველივეს მისცემს, ამბობს, რომ ერთ-ერთი თქვენგანი მე გამცემს და იუდა უკვე გამთენიის ხანს მოიყვანს აი ამ მღვდელმთავრებს იმ სიბნელეში რიჟრაჟზე კარგად გაერჩიათ, რომელი იყო, ანუ ნიშანი ქონდა მიცემული, რომ ვისაც კოცნით მივესალმები, ის არის და აი ამ კოცნით გასცემს მას. ეს უკვე პარასკევის დასაწყისია, მინდა გითხრათ, უკვე პარასკევი დილა არის, როდესაც მისი შეპყრობა ხდება. პარასკევ დღეს ხდება ის, რომ არის მისი რამდენიმე სასამართლო, კაიაფას, მღვდელმთავარი კაიაფას და ანას წინაშე, პილატეს წინაშე მისი სასამართლო. ეს ყველაფერი დეტალურად ჩვენ სახარებიდან ვიცით. მინდა გითხრათ, რომ ის ტანჯვა, რომელიც მან განიცადა, ის შეურაცხყოფა, რომელიც მან განიცადა, ეს ყველაფერი ამ დღეს აღესრულება, რომელიც ჯვარცმით გვირგვინდება. გოლგოთაზე ხდება მოკლედ ჯვარცმა, შეშინებული მოციქულები გაქცეულები არიან, არა ყველა, იოანე ღვთისმეტყველი რჩება მხოლოდ ჯვართან, ღვთისმშობელთან და რამდენიმე მენელსაცხებლე დედასთან ერთად, დაახლოებით 3 საათი არის ჯვარზე, ამის შემდგომ ხდება გარდაცვალება, მისი სულის გასვლა. ჩვენ გარდაცვალებას ვეძახით რას, რომ სხეულს ტოვებს სული. ამ შემთხვევაში თუ კი ვიტყვით, რომ მისმა ადამიანურმა სხეულმა დატოვა სული, მისი ღვთაებრივი ბუნება სულს გაყვა თუ ხორცთან დარჩა. უნდა ვთქვათ, რომ ღმერთი როგორც ყველგანყოფი რჩება სულთანას და რჩება სხეულთანაც. ძალიან მალევე მოითხოვენ მისი ჯვრიდან ჩამოხსნას, იმიტომ რომ უკვე შაბათის დღე იწყება და შაბათს აღარაფრის კეთება აღარ შეიძლება. ამიტომ სასწრაფოდ ხდება მისი გვამის, როგორც შეიძლება ისე დამუშავება, რომ უბრალოდ გადაახვევენ ნაჭრებში და იოსებ არიმათიელი, ნიკოდიმოსი, რომლებიც ამ საქმეს აკეთებენ, იოსებ არიმათიელი ერთ-ერთი მდიდარი კაცი იყო, რომელსაც თავისთვის ჰქონდა ნაყიდი ისინი წინასწარ იმზადებდნენ ხოლმე საფლავებს, ესეთი რაღაცა გამოქვაბული პატარა და იქ დაასვენებენ მაცხოვარს. ამის შემდგომ იწყება უკვე შაბათი და შაბათი არის მოკლედ ესეთი გარინდების დღე. იმის უფლებაც არ აქვს, შაბათი დღეა და იციან, რომ ამის გამო ქვითჩაქოლვა არის კანონით, რომ მივიდნენ და საფლავთან მაინც გაატანონ რაღაცა პერიოდი, ახლა იმას აღარ ვლაპარაკობ, რომ რატო გარბიან ისინი, კვირა ინათებს თუ არა. რომ პირველი საფლავზე გარბიან, სადაც მათთვის აღდგომის ხარება მოხდება, როგორც კი დაღამდება შაბათი და იწყება გარიჟრაჟი კვირისა, მაშინვე როგორც გითხარით საფლავზე გარბიან, რომ აი გვამის დამუშავება, მათ რაღაცა ესეთი დიდი კულტურა ჰქონდათ ამის, სხვათა შორის ეგვიპტიდან წამოღებული და აპირებენ რომ დაამუშავონ და კვლავ ესე იგი უკან დააბრძანონ საპატიო, სათანადო პატივი მიაგონ თავიანთ მოძღვარს, ეს ერთადერთი მიზანდასახულობის გამო გარბიან იქ. მაგრამ აქვე უნდა ვთქვათ ერთი რამ. ჩვენ ვამბობთ, რომ მესამე დღეს აღდგა. დიახ. აი პარასკევს აწამეს. რო დაღამდა, გათენდა შაბათია. დაღამდა, გათენდა კვირა. სამი როგორ გამოდის? აი ეს შეკითხვა დამასწარეთ. სულ მახვევდა. ხშირად ისმება ხოლმე ეს შეკითხვა, რომ პარასკევი დაღამდა, გათენდა შაბათი, დაღამდა შაბათი და გათენდა კვირა. გამოვიდა რომ 2 ღამეა. სინამდვილეში ეს საკითხი ითვლება ასე. როდესაც მაცხოვარი
აღესრულა ჯვარზე, დაბნელდა მთელ ქვეყანაზე. დაბნელდა 3 საათის განმავლობაში და კვლავ გათენდა 3 საათის შემდგომ. ანუ ეს ითვლება, რომ დაღამდა და გათენდა და ერთ დაღამება გათენებად ეს ითვლება. ამიტომაც გამოდის, რომ პარასკევიდან კვირის დილამდე 3 დაღამება და 3 გათენებაა, რაც 3 დღეთ ითვლება და მესამე დღის აღდგომას ჩვენ ამიტომაც აღვნიშნავთ